Am წუთისთვის ჩვენ ვიმყოფებით საქართველოს პარლამენტის უკანა შესასვლელთან, აქ მოქალაქეებმა გადმოინაცვლეს მას შემდეგ, რაც სულ რამდენიმე წუთის წინ 9 აპრილის ქუჩაზე საპოლიციო კორდონი, რომელიც განლაგებული იყო ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში, დაიშალა და მოქალაქეებს რუსთაველის გამზირიდან მიეცათ საშუალება გადმოინაცვლოთ უკვე პარლამენტის უკანა ტერიტორიისკენ. აქ ამ ტერიტორიიდან სულ ცოტა ხნის წინ გაიყვანეს დამატებითი საპოლიციო ძალები, რომლებიც აქ მიკროავტობუსები და სხვა შინაგანსაკუთრებათა სამინისტროს სხვა მანქანით იყვნენ მობილიზებულნი. რამდენიმე საათის განმავლობაში უსაფრთხოების და მარკწესრიგის უზრუნველყოფის მიზნით უცნობია რა გადაწყვეტილება მიიღო შინაგანსაკუთრებათა სამინისტრომ. თუმცა შეიძლება ითქვას, რომ აქციის მონაწილეების რაოდენობა ბოლო ნახევარი საათის განმავლობაში მნიშვნელოვნად მოიმატა და მათ შორის მათმა მცირე ნაწილმა გადმოინაცვლა ახალ საკანონმდებლო ორგანოს უკანა ტერიტორიასკენ. რაც შეეხება აქ არსებულ ვითარებას. გესმით ახლა შეძახილები, რომელსაც სკანდირებენ აქციის მონაწილეები, სირცხვილი ანწუხელიძე უკვდავია, რუსეთი ოკუპანტია. დიდება გმირებს და დიდება საქართველოს. ეს არის მთავარი შეძახილები, რომელიც უკვე რამდენიმე საათია უწყვეტად ისმის როგორც რუსთაველის გამზირზე, ისევე საკანონმდებლო ორგანოს მთელი პერიმეტრზე. თავად საკანონმდებლო ორგანოს უკანა შესასვლელთან რამდენიმე რიგად არიან ჩამწკრივებულნი საპოლიციო დანაყოფები, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები არიან მათ შორის და მათ შორის უკანა რიგებში განლაგებულნი არიან ასევე კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები. უცნობია რატომ არის ასეთი მობილიზება შინაგანსაკუთრებათა სამინისტროს მხრიდან, ბუნებრივია ჩვენ ვერ შევალთ ძალოვანი სტრუქტურის გადაწყვეტილების შეფასებით ნაწილში. მით უმეტეს რომ საკანონმდებლო ორგანო და კომისიის ხდომა, რომელმაც გამოიწვია დღეს ეს საპროტესტო აქცია, ახლა საკანონმდებლო ორგანოში არ იმყოფებიან არც დეპუტატები და არც ქართული ოცნების წარმომადგენლები. ხედავთ რომ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ახლა პარლამენტის უკანა ტერიტორიასთან, საკმაოდ გაბრაზებულნი არიან მოქალაქეები, ისინი აპროტესტებენ ქართული ოცნების ინიციატივით შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობას, რომლის მიხედვითაც როგორც ისინი აფასებენ, ქართული ოცნება მმართველი პარტია ცდილობს რომ 2008 წელს რუსული საოკუპაციო ჯარების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე და მშვიდობიან მოსახლეობაზე დაწყებული სამხედრო აგრესია საქართველოს ყოფილ ხელისუფლებას და შესაბამისად საქართველოს დააბრალოს. მათი შეფასებით ბოლო 3 დღის განმავლობაში კომისიის ხდომიდან ხშირად ისმოდა რიტორიკა კომისიის წარმომადგენელთა მხრიდან, რომ მძინარე ცხინვალი, როგორც ისინი ამბობენ, დაბომბა თბილისმა და სააკაშვილის ხელისუფლებამ და სწორედ ეს გახდა მათი პროტესტის მიზეზი. საპოლიციო დანაყოფები ახლა ჭიჭინაძის ქუჩასთან უფრო მომრავლდნენ. შეგახსენებთ რომ 9 აპრილის ქუჩაზე ცოტა ხნის წინ გაიხსნა ქვეითებისთვის მოძრაობა და საპროტესტო აქციის მონაწილეებმა შეძლეს რუსთაველის გამზირიდან აქ გადმონაცვლება. ჭიჭინაძის ქუჩა ბოლო საათების განმავლობაში მათთვის იყო გახსნილი და თავისუფლად შეეძლოთ მათ გადაადგილება საკანონმდებლო ორგანოს უკანა ტერიტორიისკენ, თუმცა პარლამენტის შენობის გასწვრივ ახლა კვლავ იმყოფებიან როგორც საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, ისე კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები და ჭიჭინაძის ქუჩის კუთხეში საკმაოდ ბევრი მათგანი არის მობილიზებული, ასევე იქ იმყოფებიან საპროტესტო აქციის მონაწილეებიც. მანამდე ჩვენ შეგვიძლია მოусმინოთ აქციის მონაწილეებს, რომელსაც ევრონიუს ჯორჯიას გადამღები ჯგუფი ესაუბრა. ერთადერთი რასაც ისინი ვერთვლიან ხოლმე, როგორც ევროკავშირზე უარის თქმის დროს, არის რაღაც თემები, რაზეც ქართველი ხალხი ბრაზდება მიუხედავად პოლიტიკური გემოვნებისა და აგვისტოს ომი ერთ-ერთი ეგეთი თემა არის. მით უმეტეს ანწუხელიძის სახელი უკვე საქართველოს ისტორიის განუყოფელი ნაწილია და ზუსტად ამას შეეხო რეჟიმი დღეს და ეგეც მათთვის გარდაუვალი იყო. შეუძლებელია საქართველოს დააბრალო ომი პოლიტიკური მიზნების გამო და არ გათხვარო ჯარი და სამწუხაროდ ამას აკეთებენ. უბრალოდ დიდი იმედი მაქვს, რომ საზოგადოება ჯარის მხარეს დადგება და თავისუფლად ჯარიც თავის სათქმელს იტყვის. გაბრაზებული მარტო ამ 2 დღის განმავლობაში არა, ხალხი დიდი ხანია გაბრაზებულია. უბრალოდ დღევანდელი დღე იყო კულმინაცია. ეს მოღალატე ადამიანები, მე ამათ ხელისუფლებას ვერ უწოდებ, რა თქმა უნდა, ასამართლებენ ომ გამოვლილ გენერლებს. ესეთი ტონით საუბარი გენერალთან, რომელმაც გამოიარა ომი და არის სულში ჩაფურთხება იმ გმირების, ანწუხელიძის თუნდაც, ბევრი გმირების, რომლებიც ყავს საქართველოს. ეს რასაც ჩვენ 2 დღეა ვუყურებთ, ეს არის ალბათ დაცინვა ქართული ჯარის, ეს არის დაცინვა იმ დაღუპული გმირების, რომლებიც ომში დაეცნენ გმირულად. ეს არის დაცინვა მთელი ქართველი ხალხის
ხალხის. ეს არ არის მხოლოდ იმ გენერლებზე თავდასხმა, ეს არის თავდასხმა ქართულ სახელმწიფოებრიობაზე, ეს არის თავდასხმა ქართულ ხალხზე და ეს არის მორიგი რევერანსი რუსეთს, რასაც რა ვიცი, მე ვფიქრობ და იმედი მაქვს, რომ ბევრად უფრო ფართო მასშტაბიანი პროტესტი მოყვება. თქვენ მოისმინეთ აქციაზე შეკრებილი მოქალაქეების შეფასებები, რომელიც მოყვა ქართული ოცნების ინიციატივით შექმნილი საგამოძიებო კომისიის სხდომას, როგორც გითხარით, ამან გამოიწვია დღეს აი ასეთი ფართო მასშტაბიანი პროტესტი თბილისის ქუჩებში, კონკრეტულად საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიასთან, რომელიც უკვე 6 საათზე მეტია გრძელდება. მესამე დღეა ქართული ოცნების ინიციატივით შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიაში იძიებენ 2008 წლის ომთან დაკავშირებულ საქმეებს და მათ შორის დაბარებული ყავთ როგორც ყოფილი ხელისუფლების პოლიტიკური თანამდებობის პირები, ისევე სამხედრო მაღალჩინოსნები, გენერლები და მათ ეკითხებიან, შეიძლებოდა თუ არა 2008 წელს რუსული აგრესიის თავიდან აცილება და ხომ არ იყო ეს ყოფილი ხელისუფლების ბრალეულობა და პოლიტიკური ნაბიჯი, როგორც ეს ისმოდა დღევანდელი კომისიის ხდომაზეც და ბოლო 2 დღის განმავლობაშიც ასეთი კითხვები ისმის კომისიის თავმჯდომარის თეა წულუკიანის და სხვა წევრების მხრიდანაც. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა, რომლებიც ცოტა ხნის წინ რუსთაველის გამზირზე გადმოინაცვლეს, მანამდე მე გეტყვით, რომ აქ რამდენიმე დემონსტრანტი დააკავეს, ჯერჯერობით მათი ზუსტი რაოდენობა არის უცნობი. დაკავებულთა შორის არის კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია. ჯერჯერობით შინაგანსაკმეთა სამინისტროს არ განუმარტავს თუ კონკრეტულად რა მუხლით არიან დაკავებული მოქალაქეები, თუმცა ერთ-ერთი მოქალაქე ცნობილია, რომ დაკავებული არის გზის გადაკეტვის ბრალდებით. ეს მოხდა დაახლოებით 20 საათისთვის, როდესაც რუსთაველის გამზირზე საპოლიციო სტრუქტურების ცნობით არ იყო მოქალაქეთა ის საკმარისი რაოდენობა, რომელიც საჭირო არის წესით საავტომობილო გზის პიკეტირებისთვის და გადაკეტვისთვის. საკანონმდებლო ორგანოს უკან ასეთი ვითარება რჩება, პლაკატებით არიან და სხვადასხვა ბანერით არიან აქ მოსულნი მოქალაქეები და ისინი აცხადებენ, რომ ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული და რუსული ინტერესების გამტარი არის ის კომისია, რომელიც ქართული ოცნების ინიციატივით შეიქმნა და ისინი აცხადებენ, რომ არავითარ შემთხვევაში არც ერთ სცენარში, როდესაც ქართული ოცნება ამაზე აპელირებს, მათი თქმით, 2008 წელს სამხედრო ინტერვენცია საქართველოს მოსახლეობის, მშვიდობიანი მოსახლეობის და ტერიტორიის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობას, მაშინდელ ხელისუფლებას არ დაუწყია. მე შეგახსენებთ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომში ქართულმა მხარემ 170 ჯარისკაცი, 14 პოლიციელი და 200-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაკარგა და სწორედ ცოტა ხნის წინ, როდესაც ჩვენ საპოლიციო კორდონთან ჩავიარეთ, აქციის მონაწილეები ახსენებდნენ ამ დანაკარგებს სამართალდამცველებს და მიუთითებდნენ, რომ ის რაც ხდება საკანონმდებლო ორგანოში ბოლო დღეების განმავლობაში და რაც ხდება ზოგადად ქვეყნის მასშტაბით ბოლო 121 დღის განმავლობაში არის თითოეული დაღუპული ქართველი გმირის შეურაცხყოფა და მათი ოჯახების შეურაცხყოფაც.